მოვიდა ზამბახების გადაჭრის დროც. ყვავილებს ჭრით ძირში. ცოტა გასუფთავებაც უნდა და ესეთი ეხლა უყურეთ ზამბახებს რა ჭირს. ყვავილობის შემდეგ ფოთოლი უფუჭდებათ. ამიტომ მაქვს ისეთ ადგილზე ჩარგული, რომ წინიდან მე და გვერდიდან ყვავილებს ხედავ, მაგრამ ფოთოლი რო უჭკნება, იმას უკვე ვეღარ ვხედავ. სამაგიეროდ ისეთი ზამბახები მაქვს წინ ჩარგული, რომელიცაც ფოთოლი არ უფუჭდებათ. ანუ დააკვირდით რა ზამბახს იყიდით. ეხლა ხედავთ როგორი ბუდია გაკეთებული. ყოველ 3 წელიწადში ზამბახი თუ არ გინდათ რომ დაკარგოთ, ან ესე არ დაემართოს, ხო? უნდა გაყოთ და დააცალკევოთ და გამრავლებაც გამოდის ამით. ზამბახს უყვარს მზიანი ადგილი, რომ იცოდეთ. არ გიждდება მორწყვაზე და კვებაზე.